გამარჯობა თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ საინფორმაციო გამოშვება ობიექტივს. წალენჯიხაში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. საქართველოს რეგიონალური პროექტების განვითარების ფარგლებში ქალაქ წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის და ქალაქ წალენჯიხის ყოფილი მერიის ადმინისტრაციული შენობის ფასადის რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ქალაქ ჯვარში კი კეთილმოეწყობა ახალი სკვერი. ჯგალისა და მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულებში თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღების მშენებლობაა დაგეგმილი. წალენჯიხის კინოთეატრში ამ ეტაპზე მიმდინარეობს დემონტაჟი. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია თელა. კინოთეატრის სრული რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია სავარაუდოდ დასრულდება 2017 წლის მაისის თვეში. სამუშაოებში ძირითადად ჩართულია ადგილობრივი მუშახელი. პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია 773.499 ლარი. როგორ სახეს მიიღებს, როგორ იქნება საბოლოო ჯამში წალენჯიხის კინოთეატრი? რას ითვალისწინებს ეს რეაბილიტაცია? თითქმის კედლების გარდა ყველაფერი ახალი იქნება, ახალი გათვალისწინებულია ხმის აკუსტიკაც გათვალისწინებულია. მგონი საუკეთესო გამოვა. და ნახეთ ნახატების ნახეთ საბოლოო სახეს როგორ სამეგრელოში მარულა 2016 აღდგა. 25 ივნისს სენაკში საცხენოსნო შეჯიბრს მარულა 2016-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო ზემოსვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიების დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულმა სტუმრებმა სენაკის იპოდრომის გარე პერიმეტრზე განთავსებული ფაცხები დაათვალიერეს, სადაც მეგრული კერძები ადგილზე მზადდებოდა. ასევე გაიმართა რეწვის ნიმუშების და სოფლის პროდუქტების გამოფენა. გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს ცხენოსნობის აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ სენაკი გახდება ცხენოსნობის ერთ-ერთი ცენტრი საქართველოში. მარულა 2016-ს პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ძალიან დიდი დღესასწაულია და ეს ქართული ტრადიციების შენახვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მიხარია რომ ახლა. გამარჯობა. მე ყველგან ვარ და სამშობლოში ვიყავ. გამარჯობა ბატონო. აკაჩი. სენაკი მასპინძლობს საცხენოსნო შეჯიბრებას მარულას, რომელსაც საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და მე ძალიან მიხარია, რომ ამ დიდი პაუზის შემდეგ ეს ტრადიცია აღდგა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქტიურად ახალგაზრდები არიან ჩართული ამ ტრადიციის აღორძინებაში და ამ დღესასწაულის სხვადასხვა აქტივობებში. ბავშვები არიან ჩართულები და ის რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია ის რომ ეს დიდი პოპულარობით სარგებლობს
მოწმობს ის, რომ მთელი ქვეყნიდან სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები და სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას, გილოცავთ დღევანდელ დღეს. ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ სენაკში პირველად გაიმართა ანალოგიური საერთაშორისო საცხენოსნო შეჯიბრება 1927 წელს. ეს ტრადიცია არის ძალიან ძველი. მე მიხარია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც ახალისებულია ქვეყნის პირველი პირის მიერ, ჩვენი ხარობის ხელმძღვანელის მიერ. მნიშვნელოვანია ის, რომ გავაგრძელოთ ეს ტრადიცია და რეგიონალური საცხენოსნო იპოდრომი მოეწყოს სამეგრელოში, რათა ეს იყოს ტრადიციის გაგრძელება, იყოს რეგიონალური მასშტაბი და ახალგაზრდობისთვის. ამის ძალიან დიდი ნიჭია და ამას ჭირდება ათვისება და ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ცხენოსნობა, ქართული ტრადიციის გაგრძელება და თითოეულმა ჩვენთაგანმა ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესს. დიდი ხანია იმის შემდეგ, რამდენი წელი იქნება ალბათ 2-3 ათეული, 4-5 ათეული წელი იქნება იმის შემდეგ. მე ბავშვი ვიყავი მაშინ, რომ აქ ცხენოსნობა ტარდებოდა და მარულა იყო. და მთელი ნახევარი ქალაქი აქაა წამოსული. იმიტომ რომ რაღაც ღონისძიება, ასეთი ღონისძიება რო ტარდება, ხალხ უხარია. ამეტანებმა ყოფილი ვარ ამით, ეს ვინც წამოიწოდა, ვინც დაახლა დღეს მის ორგანიზატორებს, დიდი მადლობა უნდა უთხრათ, რომ ეს ჩაატარებენ ამას დღეს და ხალხს ამონეს ეს ყველაფერი და უფალმა ასეკნას, რომ უკეთესობა და უკეთესობა იყოს ყოველთვის. ისტორიული ფაქტია და დიდი ხანია ასეთი ღონისძიება ჩატარებულა ქალაქ სენაკში და ძალიან მოხარული ვართ მთელი სენაკი ზეიმობს დღეს ამ სიხარულით. გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების სამართლიანობისთვის ინიციატივით წალენჯიხაში ქალთა სახლები დაფუძნდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა სახლების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. წალენჯიხაში ქალთა სახლის კოორდინატორია შშმ პირთა ქალთა და დევნილთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლელა კაკაჩია. საქართველოს მასშტაბით ქალთა სახლის დაარსებას ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების სამართლიანობისთვის ლიდერი ნათია ქერხი. არასამთავრობო ორგანიზაცია ქალების სამართლიანობისთვის ლიდერის განმარტებით ამ ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყონ ქალებს გახდნენ აქტიურები, როგორც ამომრჩევლები და როგორც პოლიტიკური ფიგურები. ასევე ნათია ქერხიშვილის თქმით, ქალთა სახლები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ სოციალური პრობლემების გადაჭრაში და ქალთა დასაქმებაში. გასულ კვირას წალენჯიხაში იმყოფებოდნენ კომპანია კარტლისის წარმომადგენლები, რომლებმაც წალენჯიხელ ფერმერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს კონსულტაცია გაუწიეს მავნებლისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდების შესახებ. ასევე სპეციალისტებმა დაათვალიერეს თხილის ბაღები და ამ ბაღებში ჩატარებული ფიტოსანიტარული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მავნე ორგანიზებით გამოწვეული დაზიანებები და სარეველების დომინანტური სახეობები. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და ჩატარებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ფერმერებს მიეცათ რეკომენდაციები მცენარეთა დაცვის უახლესი საშუალებების გამოყენებით. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის წარმომადგენლები ვართ, ამ შემთხვევაში წალენჯიხის ფილიალი ვართ წარმოდგენილი. ანუ ჩვენ თანამშრომლობთ კარტლისთან, შეგვიძლია განვადებით გავცეთ ის პროდუქცია, რაც მათ აქვთ. შეგვიძლია როგორც მორგებული გრაფიკი, ანუ ძირითადად თხილის სეზონზე გადახდის პირობით შემოგთავაზოთ, ასევე ყოველთვიური გადახდებით, როგორც გნებავთ, თქვენზე არის დამოკიდებული. შეგვიძლია ანუ ინვოისები გამოაწერინოთ კარტლის მაღაზიას და ჩვენთან განაცხადი მაქსიმუმ 9 საათში, 1 საათში მტკიცდება. თუ რა თქმა უნდა საკერტო ისტორია გაქვთ კარგი. დღეს კომპანია კარტლისი შეხვდა წალენჯიხაში ადგილობრივ ფერმერებს. პრობლემა არის ძალიან დიდი, ეს შეეხებოდა თხილის კულტურას, თხილის კულტურის პრობლემებს, მართლაც რომ ძალიან დიდი არის პრობლემები ამ რეგიონში და ეს კონკრეტული შემთხვევა, კონკრეტულად ჩვენი შეხვედრა ეხებოდა ხარაგუზასთან და ნაცართან საბრძოლო ღონისძიებებს. ფერმერებს ადგილზე გაეცნოთ ის სქემები, რომელიც აქვს კარტლის შემუშავებული, ეს გახლავთ ხარაბუზასთან და ნაცართან საწინააღმდეგო ღონისძიებების, ესე ვთქვათ, დროული ჩატარება. რახან პრობლემა ძალიან დიდი არის, აქ რამოდენიმე ორგანიზაცია ერთად გაერთიანდა, რომ რაღაცა დახმარების ხელი, ესე ვთქვათ, გავუწოდოთ ფერმერებს. კომპანია კარტლისი 20 წელი არის უკვე სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწეობს, ესე ვთქვათ, ეს არის კომპანია, რომელიც დამყარებულია ცოდნაზე, ხარისხზე და გამოცდილებაზე. ანუ ფერმერებს ჩვენ შეგვიძლია
შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქცია, ასევე მისი მოხმარების, ესე ვთქვათ, წესები, ახალი ტექნოლოგიები და ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება ნაყოფიერი და ის დახმარების ხელი ისთვისაც ესე ბევრი ორგანიზაცია ერთად გაერთიან და ზუსტად იქნება ფერმერებისთვის, ესე ვთქვათ, საჭირო და გამოსადეგი. გასულ კვირას შპს კომპანია ლაზის გენერალური დირექტორი გონერ სალია მეჩაიებსა და მექანიზატორებს შეხვდა, სადაც ისაუბრა ჩინურ კომპანიასთან აღებულ ვალდებულებებზე, ამ ეტაპზე განსახორციელებელ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე ლაზიკას გენერალურმა დირექტორმა მეჩაიებსა და მექანიზატორებს გაწეული მუშაობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მეჩაიებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ახლად დამზადებული ჩაი. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მაისის თვეში შპს კომპანია ლაზსა და ჩინურ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს წალენჯიხაში მეჩაიეობის აღორძინებას, ძველი პლანტაციების აღდგენას, ახლის გაშენებას, მუშახელის დასაქმებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, ტექნოლოგიური პროცესების ამაღლებას და ანაზღაურების მკვეთრად გაზრდას. ახლა ჩვენ ვიწყებთ სეზონს. ეს იქნება მექანიზმები ჩაისკრება, სადღაც ხვალზე უნდა დავიწყოთ. ჩვენი მიზანი არის, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც დავიწყეთ ჩინელებთან ერთად ურთიერთობა. მთელი გეგმა ჩვენ ავაწყოთ, რომ რაც დაწყებულია ამ ერთობლივი თანამშრომლობა ეს ბოლომდე მივიყვანოთ და მივიღოთ მაღალი შედეგი. მაღალი შედეგი ის არის, რომ დადგინდა, რომ და საბოლოოდ ახლა ის მოკრეფილი თქვენს მიერ მოკრეფილი ჩაი მიღებული პროდუქცია არის მიცემული ანალიზის გასაკეთებლად. როგორც ჩინეთში, ასევე მივეცით ლევან გულუარი პროფესორი იცნობენ ჩემი მეგობრები, ის არის აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე. რაში მდგომარეობს ჩვენი ამოცანა? დაახლოებით 20-25 დღეში ჩვენ უნდა დავამთავროთ პირველი ვეგეტაციის ჩაი. 10 რიცხვამდე უნდა შევიტანოთ საორიენტაციო 25-30 ჰექტარზე სასუქი. ჩინელები აპირებენ ჩამოსვლას 20 აგვისტოსთვის და 20 აგვისტოს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ 20 აგვისტოს ჩვენ გქონდეთ ხელით ნაკრეფი ჩაი. წესის მიხედვით, ვინც უფროსი თაობის წარმომადგენლები ბრონდოვარი აქვს ხვები, აგვისტოში იკრეფებოდა საქართველოში ყველაზე კარგი ჩაი და ამ ჩვენი მიზანი არის, რომ ამას ჩვენ ვივახციოთ. ახლა მე ყველას მინდა მადლობა უთხრა და ვთხოვოთ, აქ არიან ჩვენი ძირითადი ბირთვი, ყველა არ არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მექანიზატორებს და ასეთაერად უნდა გავაკეთოთ. მაქსიმალურად უნდა მოვიდოდოთ. დაჟე თბილისელი კაცი შემოგვიერთა ჩვენ მიატოვა ყველაფერს და ჩვენთან ერთად დიდგვაროვანი კაცია ჩიკოვანი და ესეც არის. ესე იგი, რა თქმა უნდა მექნება მე იუზაკაკიევич და ყველას. 25 დღეში ჩვენ უნდა მოვჩეთ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით 23 ივნისს მსოფლიოში ოლიმპიადის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ დღეს საკუთარ ქვეყნებში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები გამართეს. ოლიმპიადის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეჯიბრის სირბილში, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ღონისძიების დასასრულს სპორტსმენებს დიპლომები და თასები გადასცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა გიორგი ლუკავამ და თენგიზ ფიფიამ. სოფლიო ოლიმპიური კომიტეტის დღესასწაული მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სადაც მონაწილეობა მიიღო 30-მდე მოსწავლე. სირბილში ჩატარდა ეს ღონისძიება, გამოვლინდა გამარჯვებული, 10 საუკეთესო მოსწავლე დაჯილდოვდა მაისურებით, წარწერით საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სიგელებით. ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო სამეგრელოს ოლიმპიური კომიტეტი. ბატონი დავით კილასონია, რომელმაც
დაფინანსა ეს ღონისძიება და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ გაიცეს. მას პირველი ადგილი დაუმსახურებია და აბსოლუტურად დამსახურებულად საჯარზე ჩემპიონი ანსამბლი მასკული თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 17, 18, 19, 20 და 21 ივნისს ჩატარდა ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი მშვიდობის ჩირაღდნები, რომელიც საქართველოს ეროვნული ფილარმონიისა და იუნესკოს ცეკვების საერთაშორისო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალმა სტარტი აიღო 17 ივნისს ქალაქ ბათუმში, სადაც მოეწყო მისი პრეზენტაცია. 21 ივნისს კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა გალა კონცერტი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. სხვა ანსამბლებთან ერთად ამ ღონისძიებაზე მიწვეული იყო წალენჯიხის ქორეოგრაფიული ანსამბლი მასკური დავით საჯაიას ხელმძღვანელობით. წალენჯიხელი მოცეკვავეები ჟიურისა და მაყურებლის წინაშე ქართული ტრადიციული ცეკვები წარსდნენ, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ბოლოს კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით წალენჯიხის ქორეოგრაფიული ანსამბლი მასკური პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ფესტივალის დასასრულს მოცეკვავეები და ანსამბლის ხელმძღვანელი დიპლომებითა და სამახსოვრო მედლებით დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის ქორეოგრაფიული ანსამბლი მასკური პირველ საერთაშორისო ფესტივალზე მიწვეული იქნა იუნესკოს ცეკვების საერთაშორისო საბჭოს მიერ. მშობლიურ წალენჯიხაში დაბრუნებულ მოცეკვავეებს წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე დიდი სიყვარულითა და ოვაციებით შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები. ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი მშვიდობის ჩირაღდნები მიეძღვნა ცეკვების საერთაშორისო დღეს. წალენჯიხის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში, სადაც პირველი ადგილი მიიღეს, ასევე მაგის შემდეგ გაგრძელდა პროსტორად მოგვიწვიეს ბათუმში, სადაც ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი მშვიდობის ჩირაღდანი. იქაც სადაც მიიღეს ბავშვთა ჩვენმა ანსამბლმა პირველი ადგილი. მაგის შემდეგ ამოარჩიეს იქიდან ორი ანსამბლი წალენჯიხა და ოზურგეთი და მოგვიწვიეს ფილარმონიაში ასევე. იქაც სადაც ფესტივალში მივიღეთ პირველი ადგილი. და წამოვედით წარმატებულად, რა თქმა უნდა, ბავშვები გახარებულები იყვნენ. მერე წალენჯიხაში ასევე დაგვხვდნენ ძალიან მაგარი, კარგი სურპრიზი მოგვიწვეს. დახვდნენ მუნიციპალიტეტი აქ იყო, გამგეობა. დაფიქსირდა ჩვენი ანსამბლის წარმატება, ასე ვთქვათ. მადლობა მინდა მოუხადო წალენჯიხის გამგეობას და გამგებელს ბატონ გოგა გულორდავას დაფინანსებისათვის ბათუმში ტრანსპორტირება დაგვაფინანსეს. ასევე საკრებულოს უფროს მინდა დიდი მადლობა მოუხადო ასეთი დახვედრისათვის და მთელი წალენჯიხა იყო მოკლედ ამაში ჩართული. და მადლობა ყველას, ბავშვებს, მშობლებს, აქ მოსახლეობას, ვინც ყველა 500 კაცი იყო მაინც გამოსული და ყველამ შეხვდა, ასე ვთქვათ, ძალიან თბილად, კარგად და მადლობა ყველას ამისათვის. ესე იგი სამგზის გამარჯვებულები ხართ, ხო? სამგზის პირველი ადგილი მოიპოვეთ. დიახ, სამჯერ სედიზეთ პირველი ადგილი მივიღეთ ამ ფესტივალებში და კონკურსში. ტელეკომპანია ჯიხას სახელით ვულოცავ ანსამბლ მასკურის მოცეკვავებსა და მის ხელმძღვანელს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებ შემდგომ წარმატებებს. საინფორმაციო გამოშვება ობიექტივი დასრულებულია. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით ნახვამდის.